არ მინდა სიტყვა აფერიზმი ვახსენო ამ სიტყვის ჟარგონულობისა და გამო, მაგრამ აი ეს აფერისტობა რო ამბრი რაღაცაირად თუნდაც ამ არაბულ კომპანიასთან დაკავშირებული და ხან რომელი პროპაგანდისტი გამოდგეს ბრძნად მჭერმეტყველი უცნობით თუ სრულიად საქართველოს ისტორიისათვის მშვიდობის მყოფელის მანტიის მფლობელი ხაინდრავათი გაგრძელებული თუ აი ეს პოსტივის რაღაცა ჯერ ხომ ეს უცნობი ლაპარაკობს რაღაცა პარადოქსებს აბოთფილელზე რო დაიწყო ქადაგება და ძალიან უნდა ეხლა იმ არაბ მუჰამედს თუ აჰმედს აბოთფილელის გზის გავლა ეხლა კიდევ ეს ცალკე საკითხია ჯერ ის რა საერთოდ ვულგარიზმი და მკრეხელობა თეოლოგიურ ენაზეც თუ ვიტყვით ამას იქით ბატონი ხაინდრავა ნერვებაშლილი სტუდიიდან გარბის რო იძულებულია რო ილაპარაკოს ამ კრწანისის მიწების გაყიდვაზე აქედან უკაცრავად ოპოზიციის მხრიდან ზოგიერთი სასარგებლო იდიოტი ლექციებს კითხულობს ქსენოფობიაზე და არაბოფობიაზე